ვაგრძელე ფულიშუნა ეს ჯეტია ხუჩი და მოკლედ რაც მო როგორ გითხარით მაქვს ვინი თქვენი თანამშრომლობით არის დაინტერესებული რა მოკლედ ტიპა დამერეკა დღევანდელ ვიდეოში და მოკლედ მე ხალხო მე ვარ წარმომადგენელი რა გამომგზავნეს ხო ხვდებით ეს ისინი პირდაპირ შეხვედრა არ ევასებათ რა და მაქვს ვინი სთავაზობ საკმაოდ დიდი თანხის გადახდას ფრანკლინის და ბლეკ მამბას რომ დაეხმაროს რა რაღაცეებში ანუ ხო დღეს მაქვს ვინი დაგვიკავშირდა და გითხრა რომ აი ამ ვიდეოს წარდგენი ვიქნებით უბრალოდ ერთი თხოვნა შეგვისროლიო ნუ თხოვნა არა ეხლა ძალიან დიდი ფული უნდა გადაგვიხატონ ჯეტიაში ბლეკ მამბას ნეტოქში ტანკანები მოპარდეს მაგათ და ნუ კაროჩე რა რო შეხვდა წარმომადგენელს დაახლოებით რამდენ მილიონზე ლაპარაკი ნეტოქში 100 მილიონზეა ბაზარი რა 100 მილიონზე ესე იგი და რა მანქანების თემაა ბიჭო მაგას კეთვი არა დანარჩენს მოკლედ მეგობრო დაალაიქეთ ვიდეო აუცილებლად გამოვიწერეთ არხი და ხომ პატარა ბავშვი უბრალოდ არ უყუროთ ვიდეოს ოკეი მაშინ მომეცი მისამართი და წავალ რა ნავაი მიდია ჰა მოკლედ რა ვინჩი ამჩემთ ახალი გრაფიკ მოუდები გვაქვს დაყენებული რომელიც ძალიან მომწონს და დაახლოებით $70 დამიჯდა ამ GTA-ის აწყობა. ნუ შეიძლება ისეთი არაფერი ვიფიქროთ, მაგრამ ვინ ჩვეულებრივი GTA-ს თამაშობთ, ნუ ეს ახლა ამინდია თან ესეთი, მაგრამ ვინ ჩვეულებრივი GTA-ს თამაშობთ, მიხვდებით რამხელა რაღაცა ამ ყველაფერში გაკეთებული და სხვათა შორის, ვაუ, ნახე, აი ამ შეხედეთ თო. მერეკავს აგერ უკვე. ფრანკლინი არა? დიახ, სავდან გნახოთ. მოკლედ მეგობარო, აი ბილბორდი ჩამოვიდეთ ახლა და მანდ მოდი რა. მე რა ვიცი, მოსადა გაქვს ბილბორდი სად მოვიდე? აი გიგზავნე რა ლოკაციას. პრინციპში აქვს ვარ. კაი, მოვალ 2 წუთში. მიდის მოდი. რა კაცები არიან რა, მაქსვის ახლა მოუნდა ჩვენთან თანამშრომლობა იმ პონჩში რომ რაღაც მანქანების თემის მოგვარება უნდა. თან 100 მილიონს იხდია, ანუ ჩვენი რამეც 100 მილიონი ბლეკ მამბას წარდგება და ვაუ, აქ ნახე რა ბილბორდი გაუკეთებიათ ბიჭებს. მოძრავია ეს ბილბორდი? არა როგორც ისეთი. კი, აი, ხო არ ხადაობს. საღოლ ძმა. მოკლედ მეგობარო, აი ბილბორდს უყურე პირდაპირ რა. დაგევასა? ძმა, ანუ მითხარე, სათხარ, დამევასა რა, კაია ხო, მომწონს და ჩემ არ მაინტერესებს ხა ეგ თემა მე სიმართლე გითხრა, მაგრამ სათხარ. რა გაცვია? ბლეკ მამბა ბიჭო, ვისურეკა ვარ იცი? აგერა ვარ ძმა, აგერ გვერდით. შავი ქუდით. მოდი. რა კაცია რა. საღოლ ისე კაია მომწონს. ეს ბილბორდები ბლეკ მამბას, აუ, ჩემი. რა დაგიჟდა ძმა ეს ფუფ ბილბორდი? ძალიან ბევრი მოკლედ. აგარი ცუდი რაღაც აგვიმართა რა. მითხარით რა დაგემართათ მოკლედ და ბლეკ მამბა მოგიგوارებთ რა. ვიცით ბლეკ მამბა ყველაფერს ვაგვარებს ამიტომ დაგირეკე და ამიტომ გთავაზობთ $100 მილიონ ყველაფერში რა. ესე იგი ჩვენი მანქანები წაიყვანეს რა. თქვენი მანქანები? სახელმწიფომ წაიყვანა მოკლედ რა, მაგრამ სერიოზული ინფორმაცია აქვს მანქანები ფეხზე კიდე ახლა ხო იცით მანამ დღეს შემოვიდნენ ახალი ფილიალი გავხსენით. 25 წელი პლეუსზე კი არის ხა ხო ხტებით ჩვენი სათამაშო სივრცე, მაგრამ მაინც რა ვიცი რატო დაგვეტენ აზე არა ვარ. ჩვენი მანქანები წაიყვანეს და ესე იგი ესეთი რაღაც მოხდა რომ კომპიუტერები და რაღაცები გვაქვს იმის ტელეფონები და პოლიციის ადგილებში არის განაწილებული ლოკაციები ვიცით და თუ დაგვიგულებს გადაგიხდეთ $100 მილიონ რა. ხოხტებს მაინც ეს ინფორმაცია რა. $100 მილიონი ვაუ. მაგრამ მე ყველაფერი არ არის ძმაო, ვინც გამოიყენებს ჩვენს მაქს ვინცეს ძმაო შენ პრომოკოდს ამიკოს მიიღებს 25% კეის მო პირველი 25 დეპოზიტზე. ნუ კაი, ეგ ხლა ნუ 25 წელზე ვინც ხარ და ვინც ხარ ზოგადად მსგავსი თემით დაინტერესებული გამოგადგება და თავიდან ვთქვით რომ ბავშვებმა ამ ვიდეოს არ უყუროთ, ამიტომ კაი 100 მილიონი გვაწყობს ახლა რა. კაი, ხო, მაინც პრომოკოდი რა იყოს? ამიკო ხო? ხო, ამიკო იყოს პრომოკოდი. ოკეი, მიდი მაშინ ახლა შენ ლოკაციებს ჩაგიგდებ. აქვე მომიყვანე ეგ მანქანები აქვს პარკინგში და მათ ამიმალე რა პოლიცია ალბათ გამოგეკიდება ნოც სახე შენიც. კაი, ეს საქმე მე ვიცი, მაგრამ ძმა ნახევართან ხასიანს არ ვიღებ. ძმაო ჩარისხულია. და პლუს 50 მილიონი ჩვენს ანგარიშზე. კაი, აბა შენიც მიდი ხო? ვახ, ჩემი წავედი, ესე იგი პოლიციის პარკინგებზე უნდა ვნახოთ ამათი მანქანები, რომელებიც დიდი ალბათობით რაღაცების გამო წაიყვანეს, ალბათ შემოწმება რაღაც ის რავი, ხო იცით რა რომ ვიყავს ხოლმე რა. სახელმწიფოს რავი დროებით ალბათ სამართლო წარმოებაზე დაწყებული და რაღაც ყადაღა რაღაც ის რას გაიგებ რა. ოკეი, პირველი არა, აქეთ მიჩვენებს პირველ მანქანას გაჩერებას. რატო 5 მანქანა არის წამოსაყვანო 5 მანქანაში 100 მილიონი, ესე იგი თითო მანქანაში ხდის 20 მილიონს წარმოიდგინე რა ინფორმაცია არის შინით ესეთი ჩადებული, რომ ტიპებს 20 მილიონიც გადახდა უღირტო. ნუ ესე მე-7 სერია მე სადმე უნდა დავტო, მაგრამ არა ბიჭო, რაღაც სასწაულად მომწონს ეს გრაფიკ მოუდები ჯერ ამხელა არ რეკულა აქ და ხო? ვახ. გადავრჩით. და ხო ამოდებზე წეღან უნდა მეთქვა რომ ვაპირებ საიტის გაკეთება, სადაც ჩემი ჯეტია როგორცაც თამაშობ, ეგეთი გაიყიდება. ოღონ არა $60, რა თქმა უნდა, ბევრად იაფად და ძალიან იაფად.
აქ არის დაახლოებით 5 სხვადასხვა მოუდი მაქვს ნაყიდი რა, რომლის subscription-იც ყოველთვის ღირს 10, 15 და 20 დოლარი რაღაც ეგრე რა. ნუ ჯამში $70 იკვრება და თვიურად $70 უნდა იხადო, რომ მსგავსი მოუდები გქონდეთ და განახლებები მოვიდეს, მაგრამ მე ამ მოდელს გამოვწერ, უკვე გამოწერილი მაქვს, ნაყიდი მაქვს და ძალიან იაფად გაიყიდება ჩემ საიტზე. ამიტომ ვისაც ჩემნაირი GTA-ის თამაში გსურთ, ვახ ჩემი დაწერეთ კომენტარებში. თავისი მანქანები, თავისი განახლებებით რამე პრობლემა იქნება Discord-ში, ჩატი გვიქნება და ასე შემდეგ. მოკლედ, ნუ კაიდია მე ესე ვფიქრობ რა. და ეხლა არავინ არ გაბედოს და კომენტარებში არ დაწეროს რა გაკიდო, უფასო დაგვიდე და რაღაცაო რა. იყიდეთ, აწყეთ, იწვალეთ, მე ყველა განახლებაზე რო ბუჭდება და ახლიდან რომ უნდა რაღაც ინსტრუქციები დაუნგრეიდ და ასე შემდეგ. გააკეთე და უფასო დადე და აჩუქე ძმა ვისაც გინდათ რა. ანუ ამას იმიტომ ვამბობ, რომ დარწმუნებული ვარ, ვიღაც მაინც დაწერს ეგეთ რაღაცას და მე ძალიან ცუდი რაღაც უნდა უპასუხოთ. ესეც ცივილურად მერჩენია პასუხი გაქვს. კაი, პირველი ლოკაცია არის ეს ჩვენი მე-7 სერია მოდი აქ დავაყენოთ შეტეხილში ახლა. ჩვენი მანქანა თილმა ქალაქმა იცის აქ და არ ამგონია ვინმე მიეკაროს, ანუ ვერ გაბედავს ვერავინ ფიზიკურად. გადამოვიდე და ნახოთ შიგნით რა ხდება. პარკინგზე არა, აქეთ მიჩვენებს აქეთა როგორც ან საჯარიმო პარკინგი. ვახ შენი მანქანა გამედო დაიცადე კაცო პოლიციის წინ მინდა ეხლა მანქანამ რო დამარცხას. აქ ჯერჯერობით კაცი შვილი არის ჩანს, ესე შემოვტეხოთ ფრთხილად. აქ აი ეგ ხედავ რაღაც მანქანას, აქ პოლიცია არ არის, დავაი შევედით ფრთხილად. წეს ამ მანქანას ჩუმად გავიყვან. ეგ არის, ხედავ, გონით C63-ია, ყოჭა, აქ ჯერჯერობით პოლიცია არ ჩანს, ეს კაია მომწონს. დაცრილა როგორც ჩანს, აქ საჯარიმო მარტო მაქსვინის მანქანებია და ოპა, კაი მანქანაა, და კაი ფერებში თან და ერთი პოლიციის ოფიცერი არის, კაი. გამარჯობა, იმერა კაი მანქანაა, გამარჯობა. ვიბრძანდებით? Black Mamba? დიახ, Black Mamba ძმა, სწორად მიხვდი. დავაი, დავждეთ როზე, კიდე კაი ეს გაგითიშა და მის დაბრედვა არ მომიწია და არა ძმო, ძალიან კი მანქანა აღიარეთ. ყოჩახთ, დავაი, წამოვედეთ ეს მარტო, მაგრამ 20 მილიონი ეხლა ეს არ ღირს, მაგრამ შინით ეხლა გაიგე ამ მანქანაში რა ინფორმაცია შეიძლება GPS-ის მონაცემები სად არის ნამყოფი, რა ვიცი, მე რითი შოულობენ ესენი ძმა ფულს. კაი, წამოვიდე, აქ ვერტფრენდი მოგვიწევს, სამარცხლოზეა პოლიცია. მელა გამოვაჭრათ. აუ, არა, ბიჭო, ანუ მოუდებია გრაფიკის მხოლოდ ისეთი, რომ თამაში ქსიამოვნებს და რა კაი ადგილას იყო ეხლა ეს ნახი აქედან პირდაპირ ჩავხვდეთ ძმაო. ოპ, გადავხვდეთ ესე ლამაზად. აქედან ეხა ესე ჩავიდეთ და პირდაპირ არხისკენ დავატვეთ. აქ აუ, ძალიან ლამაზია ძმაო, ყველაფერი მომწონს, გიждდები ჩემ ნამუშევარზე. დავაი, დავაწექით ეხლა ბოლოსკენ. შანსი არა მე რო აქ ოპა, ძალიან მოგვისრიალდა, მაგრამ არა უშავს. მაინც ახლა ნაწვიმარია და მაგონჩი სრიალებს. ეგ არის, აქ არის უკვე არხი, შევედით ესე და ძალიან კაი. პირველი 20 მილიონი გაიჯიბა. აი ესე ლამაზად და დაწერეთ კომენტარებში, ასწყვით ამ ულამაზეს C63-ზე. და ესე, რა თქმა უნდა, ეხლა ვიღაცამ ჩვენ მანქანების შეგროვება დაგვიკვეთოს და ვერ გავაკეთოთ, არ არსებობს და კაი, ამ მანქანას მოდი ესე შევტეხავ. მე მოგს აქ არაფერი არ მოვა, არა მაინც ეტია ამბავი ხარ რეალურ ცხოვრებაში ესე არ ვიზავდი, მაგრამ დავაყენოთ ესე ლამაზად და წავედით ეხლა მომდენო მანქანის მოსაყვანად. და ესეც ესე, მომდენო ვესპუჩი პოლის დეპარტამენტი. კაი, შევით, მაგრამ აქ ბიჭო სამანქანას მიჩვენებს, თუ ერთი მეუბნება დაურეკო. ესმე და რა ხდება? რა ხდება კი არა, სამანქანას მიჩვენებს ერთ იმაზე და ეს სამი მანქანა ერთ განყოფილებაში ყავთ? ხო, მანდ როგორც არ ბევრი მიიყვანეს რა. კაი, რაღაც მოვაგვარებ, ანუ სამჯერ მომიწოს უკან მოტრიალება რა. ხო, ერთი მანქანა მაქსვინის ლოგოს გარეშეა, გაითვალისწინე, მაინც ეგეც წამოსაყვანია. კაი, არ არის პრობლემა. აქ არავინ, ოპა, 1 2, ოპა, აგერ დგას ფერარები აყენია, 1 2 3 პოლიციის ოფიცერი, მაგრამ რანაირად შევიდე ხა აქ ისე რომ შესვლის თანავე არ დამასიკვდილონ არა, აქედან აზრი არ აქვს. იქიდან რო ავიდეთ არა, ზევიდან უნდა ჩამოვხდე? თუ იღება ეს? იღება. ხო და თუ იღება, შემოკარგო. ნეგარი ძალიან მარტივად სანამ ზევიდან ჩამოვიდე მანამდე და აი ძმაო ფერარები მესმის ხوارღატურა ლამაზი აქაც მაქსვინი დავაი წავიდა დროზე მედი ბოლო 100 მილიონი დევს ასტორზე მეორე 20 მილიონი გამოვიდა გარაჟიდან არა წინ არის პოლიცია და ესე ანუ როგორც ჩანს თუ განყოფილების პარკინგიდან რაღაცას წაიყვან და იქ რაღაცას დააშავებ თან და სანდროგობას გავუწევ სავარცხლოზე გეკიდება პოლიცია მაგრამ ჩავედით ესე ფრთხილად აქ იმედი მოქვს არ გავიჭედები, არ გაიჭედო ძმა ფრთხილად გადი აქედან, მედი არ გინდა სიჩქარე ამირან, წავიდა, გამატარე ძმო, წყალში გადავორდა საწყალე ხوارღა დაო.
დავაი გამოვედით რა კარგად არა მაინც ვერ ავსდი პოლიციას აუ კაი ოპა ჩემი რა მოხდა ტიპი აი შევტეხეთ ესე აქედან ახლა მხედით ესე ლამაზად გადავიდეთ არა სწორად და წავედით ახლა დავგაზეთ ესე გაიწე გადი შემოწმო გადი აქედან დროზე წავედით და დავაწექით ახლა ამ გზაზე აქეთ გამატარე ერთი წამი წინ პოლიცია გვეკეტავს გზას არა აქ არხი სადარ არის ახლოს აქ პარკინგი აგერც ვსო ვეღარ ვხედ ვახ ჩემი ცოტა დავამტრით მაგრამ არა უშავს აუ პარკინგის შესაძლო ვერ მოასწარიღადაო აქ რო შევიდე ეგ არის ვსო წესით ახლა პოლიციამ ვეღარ უნდა დაგვინახოს უერთფრენმა არ ვიცი შეგომჩნია თუ არა მაგრამ აქ ახლა მიდი რა ეგ არის ვერ ვხედავ ძალიან კაი ახლა აქ ავიდეთ მეორე სართულზე აი ესე რა აქ რა იყო ამას რა პატარა ლოგოები დაატანეს აქ არ ვიცი თუმცა მაქს ვინც გადავწყვეტ შესვლას და გამოიყენებთ ჩემ პრომო კოდ ამიკოს მიიღებთ 25 უფასო кейს და სხვათა შორის მათ უკვე აქვთ ქართული ლიცენზიაც ამიტომ ქართულ მომხმარებელსაც ძალიან ჩვეულებრივად შეუძლიათ ამ საიტზე რეგისტრაციის გავლა ოკეი და ეს პოლიციაც მოგცილდა ხوارღადაობა აქვე ვიყავით უკვე პრინციპში ამ ბილბორდთან იქ დავლა პარკინგზე გამატარე შევტეხოთ ეს ახლა ვარა მანქანა მოვიდა ნახე ეს აღულზმა ასტონ მარტინი დავაყენოთ ახლა ესეც აი აქ ლამაზად და წავედი ახლა იგივე განყოფილებაში ხადავ მაგრამ არა ახლა სხვაგან მივალ და სხვა განყოფილებიდან წამოვიყვან იმიტომ რომ იქ ახლა ცოტა ხანი ის იქნება რა მაყალ-მაყალი აუ ხადაობ ისევ აქ მოვედით აქცენტზე Black Mamba-ის ხო გავიყვანეთ ლამბო დაკეტილია კარი თუ იღება აქ რა არის Ford GT აყენია მაგრამ ეს დაკეტილია კაი უკენა ვერ იქ ამათ კარი აქვს ერთითო გაიღე რა აქ ევაკუატორის ქირაობა გვინდა ვითომ და გეხოცების კარი გაიღე მაინც იარაღს ავიღებ პოლიციელები კი არიან კი ეგარ დავაი წავედით დაჯე მიდი აუ ხადაურა ლამაზი რაღაცაა დორა ექსკლუზივი ფერი ეს ფერის მანქანას ფოტოშორის დიდი ხუჭი პელო ნახე და გაგაწრული არის ცოტა მაგრამ არა უშავს დავაი გაიღე გეხოცები რა გაიღე აუ არ ჩაკეტე ეს გაიღე ბიჭო პოლიცია მოვიდეს აქედანაც არის გასული მეც მაგარი ვარ წინაზე აქ ხო გავიყვანე ჩვენი მანქანა წავიდა მაგარი ტიპები არიან ერთ გასასვლელს კეტავენ პოლიცია რატო დამახლა თავზე არ ვიცი მაგრამ აქედან გავედით ეგ არის გამოვედით ისე ლამაზად ისე შემოვედით არა ბიჭო არა ჩვენ თუ საქმეს ხელი მოვკიდეთ ის გამოდის 100%-ით ან ისე რომ გონი ტყუიას არ მოხვედრია ჯერ ერთი ესე შევტეხოთ აქ ვერ დაგვინახა ჯერჯერობით პოლიციამ ვერ დამინახა ვერა გადმოვხვეთ უკან და უბრალოდ მაპს შეხედეთ ეგ არის მოვაქ მე კაცშული ვერ მგოვის თავარია ვერტფრენმა ვერა ვერტფრენი ესე დავაი დავიმალეთ მე დირა გეხოცები რა ხლა ერთი პოლიცია მოდის ამაგან ვერ დამინახოს რა ვერ მხედავს ბიჭო გადაო ტიპი ვერ მხედავს ეხა გავგიჟდები ბიჭო ტიპი ვერ მხედავს ეს ვიდეო არის 10000 ლაიქს ასაყვანებ მხოლოდ ამიტომ რომ ეს იმენა ვერ მხედავს არ გავგიჟდე ეხლა ბიჭო ვერ მხედავენ დამინახეს კაროჩე რა იქიდან მოვიდა ეს მეორე ბრიგადა და რაშვები ამას ვერ ხედავ აქეთ კაი რა ბიჭო რა კაი რა მაინც გაგიქცევით აგერ არის პირდაპირ მეტროს პირაბი და რატო მაჩალიჩებთ ტყუილად მე და რატო ამტროთ თქვენ მანქანებს კიდე რა დავაი ჩავედით ეს GT-ის მაო 50 მილიონი მარტო ეს ღირსო დავაი ჩავედით ლამაზად ისე GTA 5-ში რო არხები არ იყოს ნეტა მე გავიქცეოდი პოლიციას დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში აქ ნებერს ვერ ჩავდივარ აქ არის გასასვლელი მგონი არხისკენ ხო სადღაც აი აგერ დავაი შევტეხეთ ესეც კაი შემოვხოთ ახლა ესე და კიდე რამდენი მანქანა ყავს ბიჭო გამოსაყვანი 1 2 არა 3 არა 2 მანქანა ხო მაპზე ეგრეა ნაჩვენები კი 2 მანქანა მაქვს არჩენელი მაგრამ მე თუ მკითხოთ ახლა მანქანები და ყველაზე კაი ეს არის ანუ მე იმენა ამას ავიყვანე იმიტომ რომ 4GT არა ბოლო-ბოლოთან პირველი გამოშვება არა მეორე გამოშვება ეს დავაი წავედით და რა ხდება ბიჭო აქას ზევით მაკლარენი უყენიათ ყველა მანქანა ჩამოართვეს ამ უბედურებს კი მაგრამ დავაი შევედით ახლა აქედან მაგრამ რაღაც პონჩი გვაწყობს ახლა ეს განყოფილება იმიტომ რომ ყველა დაბლა იქნება უეჭველი დაბლა ჩასული და მაკლარენს აურა ლამაზი ესეც ძალიან შავში ყველა დაბრენდილი აბსოლუტურად და დავაი გავაჭერით ძალიან მარტივად გავიყვანთ ხო დაიცა დავთხილად ზმავას დავთხილად გააჭერი მიდი დავაი წავედით ეს მანქანა უბრალოდ აქედან ისე გამოვიყვანთ რომ კასიშუმა ვერ შეგომჩნია მაგრამ ბიჭო ამ ხეებში ხედეთ ანუ როგორ არის მთლიანი მაპი შეცვლილი ძალიან გალამაზებულია რა რაღაც ხო ვიღებ ყოველდღე აქ ვარ ყოველდღე ამას თამაშობ ვინა ყილში მაქვს ამოსული ჩეტია რასაც ქვია და რაღაცა პატარით როცა გავალამაზე მე პატარა ბავშვით მიხარია მეც აქ თამაში რეალური მანქანებით რა მაგრამ მე თუ ჯეტიას გავყიდი ძმაო იმ ჯეტიაში ჩვეულებრივი მანქანების მაგურადაც რეალური მანქანები ივლიან და რაც ყველაზე მთავარი რატო ღირს მსგავსი მოდები ფული ნუ ჩვეულებრივი უფასო შეგეძრათ იყიდოს მაგრამ უფასოს გადმოწერთ და კომპიუტერი ნუ გაფრინდება შეხედეთ დაღამებულია მსგავსი ამინდის დროს ყველაზე დაბალია ხოლმე ძირითადად FPS და ეხლა ამწვავს გოქს 198 ნუ 90-დან 115 FPS-მდე გვაქვს ყველაზე პიკურ მომენტში ნუ წვიმაში უფრო იკლებს
და ნახოთ აბა ერთ წამწვიმაში რამდენი FPS-ი გვაქვს. წვიმაშიც 100 FPS-ი გვაქვს, ჩვეულებრივად არაფერი არ იცვლება. თანდერი, აქაც 100 FPS-ი 90-დან 100-მდე. ნუ FPS-ი იმენა არ იცვლება სოცხალი თავი და შეხედეთ წვიმის წვეთებს მანქანაზე. არა, დეტალიზაცია არის ყველაფერზე ძალიან მაგარი. ოკეი, ჩავაყენოთ ახლა მოდი ესეც აქ დაბლა და წავედით ბოლო მანქანის წამოსაყვანად. უბრალოდ ახლა ეს ბოლო მანქანა აქედან ისე გავიყვანო, რომ კაციშვილს არ შემომჩნევი ვართ იმენა და იმედი მაქვს ამასაც ისე გავიყვან. კაი, ერთ წამი აქედან ეს დაბლა ვახ! ახ თავი დავარტყი, მაგრამ არა უშავს. აქ რა ხდება? არა, ბიჭო არ არიან. უეჭველი ძებნაზე რო ვართ გადაცემულები უფრო სწორედ. და მაგონჩი აქედან შოტგანი აქ ვიზარჩ. დავაი შოტგანი ავიღეთ. ჩამოვეთ ესე დაბლა. არ არიან ბიჭო აქ პოლიციელები გადავა, დავაი ჩავჯექით. და ბოლო მეხუთე მანქანა, აუ რა ლამაზი ხარ შეუპატრონო რა, ძალიან მომწონს. დავაი გავედით. გაიღეთ მაგარი, გაიღე რა. აუ ეს კარი არიღება, კაი ავედით ზევიდან. 100 მილიონი ძალიან მარტივად ერთ დღეში ამოვაგდეთ. ბიჭო, როცა გვინდა ფული მაგ დროს არ ჩდება ხოლმე არავით და ეხლა გამოჩნდა მაიზა დავაი გავედით. ესეც ესე. არა, ძალიან მომწონს და ეხლა ნახეთ ერთ ძალიან მაგარ ქუჩაზე უნდა გაგატაროთ, სადაც გრაფიკები ყველაზე ლამაზია. და რა თქმა უნდა, მე სანამ ჩვენი GTA გაიყიდება მანამდე დეტალურ ვიდეოს, ფოტოებს და ყველაფერს რო გაჩვენოთ ჩვეულებრივს და ჩვენ GTA შორის რა განსხვავება? აი ამაში ხედით რა, ამაში ხედით. ვოდ GTA 6 თამაშობთ GTA 6-ის გამოსვლამდე და მე პირადად ყველაზე ძალიან მომწონს აი ეს ადგილი. აი ნახეთ, აი აქ იგრძნობა ყველაზე მეტად განსხვავება ჩვეულებრივსა და მოდებიან შორის თან თუ დააკვირდებით ხეები და რაღაც ობიექტებიც არის დამატებული. აი აქ ნახეთ, აი ეს კუნძულები, პალმები, რაღაც აი შეხედეთ. უბრალოდ ამ ადგილს შეხედეთ, ბიჭო, აი რეალურად მინდება რომ ესეთ ადგილას ჩავიდე და ვიმოგზაურო. ვიმოგზაურო არა, ვიცხოვრო. ეს ადგილას ვცხოვრობდი ალბათ ყოველდღე გარემო რო ესეთი მომდათ, ყოველდღე გადავიღებდი ვლოგებს და ძალიან მომწონს. აი ეს ხალხის მომდათ გარეთ როზე ეს ყველაფერი დამატებულია რა. დავაი, წავედით ახლა ჩვენ და მევიყვანეთ ეს მეხუთე მანქანას და გავჯიბეთ 50 ვახ შენი მილიონი დამატებით. აი ტყეიც ნახეცებით რა ლამაზია, არა ყველაფერი ძალიან ლამაზია და ძალიან მალე ჩემი თითოეული გამომწერი, ნუ ეხა ვისაც ესე თუ ისე კომპიუტერი უწყობს ხელს GTX 1070-ის ზევით უკვე შეძლებთ მსგავსი GTA 5-ის თამაშს. გამატარეთ თუ შეიძლება. და ესეც ჩვენი მეხუთე და ვახ გამატარეთ ეს ვიღაც მაგისიანია როგორ ჩანს რა. მეხუთე და უკანასკნელი მანქანა. მოკლედ ძმაო დავაყენი, აბა სათხარ. იგივე ადგილას ამოდი მე არ მინდა მაგ მანქანთან სიახლოვე. კაი, ძმა რა ვიცი, მე მეტენება ესე იგი ყველაფერი. აჰა, აგერ არის ისე. რა ვერ მოწია მაგით ერთი სიგარეტით ჩემი. ყველა ადგილზეა? ადგილზეა, გას ვარათვალიერებდი? არა, მოკლედ. მადლობას მოგველაფერთვის რა. ძალიან მაგრები ხარ და კიდე დაიკავშირდებით რამე რა. აი, კაი ძმაო, სადარმე 50 მილიონი. აჰა, ძმაო. და პლუს 50 მილიონი ჩვენს ანგარიშზე შეგახსენებთ რომ დღევანდელი ვიდეოს წამდგენი იყო მაქსვინი, რომელიც არის 25 პლუსზე საიტი და იმედი მაქვს ამ დრომდე წეღა როგორც გაგარცხებთ, არც ერთი არასწლოვანი არ იყავით გაჩერებული აქ. და ლაიქეთ ვიდეო და გამოვიწერეთ ახი. ნუ ბლეკ მამა მე 100 მილიონი სწორად გამოიყენოს რა. რა შარს გადაგვაჩინე შენ ასე არ ახლა რა. აუ ძმაო, თქვენი საქმის თქვენიცით რა. აბა კარგად. კარგად. ისე ხო რა მაინტერესებს? ბილბორდი აქ რამდენად დაითრიეთ? ამაში ძმაო, თვეში ვიხდით მილიონს. თვეში მილიონი. ბლეკ მამა ხო არ დაითრიოს ქალაქში ბილბორდები. კაი ძმაო, მადლობა. კარგად. მოკლედ ავიყვანოთ ეს ვიდეო 10000 ლაიქს და დააჭერეთ აბა წითელ subscribe-ს რომ ხოლმე გამოვიდეს მომდენო ვიდეო.